საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ხვალ არ შევნებია, როგორც ჩვენ გვეუბნებოდნენ, გვასწავლიდნენ ღრმად უკნიდან განათლებული ევროპიდან დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი. თუ როგორ აბარებს საქართველოს დემოკრატიულ ღირებულებებს და როგორ მიდის შიგუკნიდან ევროპაში, რაღაცა ბოლო დროს ამ სიტყვას არ ხმარობენ, მაგრამ ალბათ იმიტომ რომ ვერ ვაბარეთ და ვერ ჩავაბარეთ ეს ტესტები და მინდა ამ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრო ჩემს აუდიტორიას. ასევე მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ ეგრეთ წოდებულ დებატებს, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე იქნა ჩატარებული და მე მინდა თავშივე აღვნიშნო, რომ ეს იყო სრული ილუსტრაცია თავიდან ბოლომდე იმ ფსევდო პოლიტიკური სისტემისა და იმ ფსევდო პოლიტიკური ელიტისა, რომელიც საქართველოში ამკვიდრებულია უკვე რამდენი ხანია და მოდი რომ შორს არ წავიდეთ, ჯერ ამ დებატებს გამოვეხმაურები და შემდეგ გადავალ არჩევნებზე თუ რა შეიძლება ყოფილიყო. ჯერ ერთი რომელ დემოკრატიაზე და რომელ სამართლიან არჩევნებზე და რომელ თანასწორ უფლებიან, საარჩევნო კამპანიაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც ქვეყანაში არჩევნები ტარდება და არჩევნების დღიდან 2 დღით ადრე შეხვდნენ მერობის კანდიდატები ერთმანეთს და ისიც შეზღუდული რაღაც ხელოვნური ფორმატით, რომელიც რა თქმა უნდა კომფორტული არის და მორგებული არის თვითონ ხელისუფლების სისტემისთვის. არა პირდაპირი კითხვები, არა პირდაპირი, ესე რომ ვთქვათ, დიალოგი და პირდაპირი დისკუსია, არამედ, რა ვიცი, 2 წუთი, ნახევარი წუთი, რაღაც 1 წუთი პასუხები, ისიც აქეთ-იქეთ ერთმანეთს დაუსვით, რაღაცა ბოდვა სისულელე, არა და როგორ მახსოვს 2012 წელი, როდესაც მოდიოდა და ღმერთო დაალოცე ბატონი ბიძინა რომ ითხოვდა დებატებს და სააკაშვილი შემხვდესო და როგორ იყო რომ ნაცები არ დაუჯდნენ დებატებში და მარტო მივიდა მე მეცხრე არხზე და თავისი ჩაატარა, ეგ მონოლოგები უფრო იყო ვიდრე დებატები ეს ყველაფერი და ეს დემოკრატია საფრთხეში არისო და დაღუპულები ვართო და ჩვენ როგორც კი მოვალთო ეს შეიცვლებაო, რას ქვია. მოვიდნენ სათავეში და რაც ნაცებს ჰქონდათ დარჩენილი დასანგრევი ამ ქვეყანაში, რა ქვია, ამათ-მათლად მოათახსირეს და გაასწორეს ბოლომდე და როგორი მეთოდებითაც მოქმედებდა წინა სისტემა, იგივე მეთოდებით მოქმედებს ახლანდელი სისტემა, მაქსიმალური კომფორტი ხელისუფლებისთვის, არანაირი დებატების ვალდებულება, დებატები ისიც რაღაცა ფორმალური, თანაც 2 დღით ადრე, სხვადასხვა თავისი სახელისუფლებო ტელევიზიები ცალკე და თავისთვის საჭირო კანდიდატებს იწვევენ და ერთმანეთში ან საერთოდ არ იწვევენ და ტლიკი-ტლიკინებენ და ბოდავენ რაღაცეებს, ეს ერთი, ან იქით ეგრეთ წოდებული მეორე მხარე, ოპოზიციონერების მეორე მხარე თავის ჯოგნახირს მირეკავს იქ და ერთმანეთში დებატობენ, იქ გირჩევს თავისი ხალხი ყავს შერჩეული, აქ კონსერვებს თავისთვის აქვს შერჩეული და ეს უბრალოდ ხალხი ადამიანები, რომლებსაც არ აქვს თავისი საკუთარი პარტია, საკუთარი ტელევიზია, არ აქვს საკუთარი, ესე რომ ვთქვათ, ბრძოლის ერთეულები, არიან ესე დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ იმ ერთ დღეზე, როდის მოახერხებენ, რომ მივიდნენ, რომ თავისი მოსაზრება თქვან და ისაუბრონ. მოკლედ, აი ამ მაქსიმალურად კომფორტისთვის, ხელისუფლებისთვის უკვე აღარა მაქვს საუბარი იმაზე, რომ აბსოლუტურად უმრავლესობა 90% კი არა, 95% უშუალოდ ხელისუფლების ჯიბის ოპოზიცია არის, აი აგიხსნით თუ რატო არის ესე. აი ის ძალიან
მკვეთრი და მკაფიო ოპოზიციონერები რო გონიათ თქვენ, ისინიც ამათი ჯიბის ეს არის, რა ქვია, ოპოზიცია არის და აი დაგიმტკიცებთ როგორ და რანაირად. კაცო, გუშინ თუ ვინმე დააკვირდა ამ ყველაფერს. რო კითხოს კაცმა თავარი პოლიტიკური ოპონენტები, ლელოელები და ესა რა ქვია, ხელისუფლების ხალხი უნდა ყოფილიყო ერთმანეთთან, ხო? დაკვირდით როგორი რიტორიკული, ზედაპირული, მაქსიმალურად კომფორტული კითხვები ერთმანეთისთვის. კალაძისთვის წესიერი კითხვა ვერ დასვა, კითხვას, რომელიც დისკომფორტს შეუქმნიდა ამ კორუმპირებული სისტემის კორუმპირებულ ჩინოვნიკს ვერ დასვა. ჯიბის ოპოზიცია რო არის დიდ მოწამე ქარხან მოურავი და ბუთქუნა ირმა რო არის. აი ესეთი სასწაული მე არ მინახია სიმართლე გითხრათ. ეგ ამან ყველა ზღვარს გადააჭარბა კაცი თავს. პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი თავის თავს უწოდებს ოპოზიციონერს, რომელიც ოპოზიციონერი იმას ნიშნავს, რომ რასაც ხელისუფლება არ აკეთებს, იმის წინააღმდეგ მოდის და იმიტომ წარადგენს თავის კანდიდატურას, რომ აკრიტიკოს ხელისუფლება და მოვიდეს თვითონ ხელისუფლებაში, ხო? ქალაქში, ქვეყანაში ამდენი პრობლემაა და თარხან მოურავის და ირმუკას კანდიდატი კაცი გამოდის, ეკითხებიან დაუსვი, კითხვა, დასვი, კითხვა არა, გაიგეთ, აი ერთხელ შეხვდა ხელისუფლების კანდიდატს, და კითხვა არ გააჩნია ხელისუფლების კანდიდატთან, ხალხო. წარმოგიდგენიათ, როგორი ოპოზიცია ახლა ეს, რომელსაც დებატებში ხელისუფლების კანდიდატთან კითხვა არ გააჩნია. ახლა აი მევახშეების ჯიჯილაგზე არ მაქვს ლაპარაკი, ისინი იმათთვის ანაკლიის სპორტით დაწყებული ციხეში ჩაჯდომა და გამოშვება და არჩევნებში მონაწილეობა და ესე შემდეგ, ეს ბიზნეს გეგმებში იყო და ბიზნეს გეგმებში მოხდა. ხა რა შეეხება გირჩებს და შმირჩებს? ცირკია, კაცო, ცირკი, ვინ თქო რა ქვეყანაა? ცირკი, არდა ბავშვობიდან არ ვგიჟდები ცირკზე, მეზიზღება. ზოგადად ესე უნიჭო ცირკი თუ არა, გემრიელი პროფესიული ცირკი რაზეა ლაპარაკი. ჯვაიღეთ ეს გირჩი, რო კითხო, რომ ოპოზიციონერია და ქოცებს აკრიტიკებს და მილიონი. ერთი რომელიმე რადიკალური კითხვა, სიტუაცია, კორუფციიდან გამომდინარე დასვა ვინმე? კაცშვილს არ დაუსვია. ჰაჰაში ლამაზად გაგორდა ეგ საქმე. ბიჭო, ვინც დასვეს ისეთი კითხვები, რაც პრობლემას უქმნიდა ხელისუფლებას, რამაც ჩააგდო ხელისუფლება უხერხულობაში და სასწაულო დღეში, ეს იყო პირდაპირი კითხვები ბოკელავაძის, ლილუაშვილის, გიორგის, კახა კუკავასი და თავიანთი გაღალატებული ის რო ყავთ, რა ქვია, მწვანე იმან დაუსვა. გეტყვი მახარაძის კითხვაზე, ჩემო ძმაო, აი ერთ რაღაცას გეტყვი პირდაპირ რა. მახარაძის კითხვა არანაირი დისკომფორტი არ იყო, გეტყვი რატო? ვინმე სხვანაირად არ გამიგოს, მით უმეტეს ეხლა ზურა მახარაძეს რა პოტენციალი აქვს და როგორ შეუძლია დაუსვას კითხვა და თავი და ბოლო, მოდი ამაზე ნუ შევჩერდებით, რასაც ვერ დაუკარგავ მაგბიჭს, ნიჭიერიცა, ენაც უჭრის, ანალიტიკური აზროვნებაც გააჩნია და როდესაც თუ უნდა მაგას ძალიან კარგ კითხვას დაუსვამს. მაგ რაზე იყო საუბარი, ხო? რომ თურმე ხელისუფლება აფინანსებდა ვის? ნაციონალურ მოძრაობას, ხო? და ხელისუფლება რომ ნაციონალურ მოძრაობას აფინანსებდა, ჩემო კარგებო. ეს ანიტა და მანიტა კი არ უნდოდა ამ ყველაფერს. 2012 წლიდან 2025 წლამდე ხელისუფლება, ქართული ოცნების ხელისუფლება, კოჰაბიტაციის გარდა ის, რაც კოჰაბიტაცია არსებობდა და გაყოფილი იყო ხელისუფლება, იქეთ ნაცები იყვნენ, ლასჯი აქ-ქოცი. რაში იყო საქმე, იცი? ნაციონალური მოძრაობის პარტია, მკვლელების, მწამებლების, ჯალათების და მათი პარტია
ხელისუფლების ბიუჯეტიდან ყოველწლიურად იღებდა ათეულობით მილიონ ლარს. ოფიციალურად. ამას რა შეჭირდებოდა ანიტა-მანიტა? ამას ჭირდებოდა უბრალოდ ელემენტარული. თქვენ, როდესაც ამბობთ, რომ კოჰაბიტაცია და ეს, უბრალოდ ამოღება იმ ამონაწერის, რომელი ამონაწერიც პირდაპირ განიხილავდა, თუ რომელ წელს რამდენი მილიონი ჩაურიცხა ქართული ოცნების ხელისუფლებამ ნაციონალურ მოძრაობას და ჩვეულებრივად ოფიციალურად ლეგალურად დანაშაულებრივ ჯგუფს რომ აფინანსებდა, სხვათა შორის ახლაც აფინანსებს, ჯერჯერობით კიდე აფინანსებს ოფიციალურად ნაციონალურ მოძრაობას ქართული ოცნების ხელისუფლება, აი ამის აფრიალება უნდოდა, წვირწინ. და არა ის, რომ ვიღაცა ანიტას ჩუმად შავი ფული ჩაურიცხეს და ანიტა თურმე ნაცი აღმოჩნდა და თურმე ნაცებს შეიძლება ქოცები აფინანსებდა. ეს ძალიან კარგად იცოდნენ. მაგრამ ამ ფორმის კითხვა დაუსვეს. ამიტომ მაგ ბიჭს ძალიან ბევრი კითხვების და ძალიან მწვავე კითხვების დასმა შეეძლო, მაგრამ არ დასვა, თუ ვერ დასვა, თუ არ მისცეს უფლება, თუ ასე შემდეგ, მე მაგას დიდხანს არ შევჩერდები რა. ეხლა ამოჭრილი აქვს, აპიარებენ აქეთ იქ. ძალიან კარგად იცის ზურა მახარაძემ და ძალიან კარგად იციან ეგრეთ წოდებულმა კონსერვებმა რა კითხვები უნდა დაესვათ კალაძისთვის. მით უმეტეს ჩემო ძმაო, რას ვიტყვი, იცი? როდესაც რო კითხვა ამ კონსერვატორებს, რომ აჰა და ქრისტეს მეუმრები არიან და ლამის ტამპლიერებად არიან ქცეული საეკლესიო ლაშქარი და ასე შემდეგ და სულ გეი პარადების წინააღმდეგ გამოდიოდნენ და აგერ 5 ივლისი იქნებოდა თუ რა იქნებოდა და ეს. ერთი კითხვა და კონკრეტული მიწოლა იმ საკითხზე, რაზეც თემო ბოკელავაძემ მიაწვა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გათხოვილი კაცის დაჯილდოვება. რომელზეც დღე და ღამე ლაპარაკობენ კონსერვატორები თავის ტელევიზიაში. ხო, აი ელემენტარულ კითხვას ვამ, რო კითხვა ამ კონსერვატორებს, დღე და ღამე ლაპარაკობენ ერის გადაგვარება LGBT-ების წინააღმდეგ. სულ და ეს რა გააკეთა კალათს. რატო არ დასვა კითხვა არავინ? რატო თითქმის ყველამ გაატარა ის, რომ კითხვა დაესვათ კახი კალაძის მიმართებაში, რატომ შენ ვიღაცა გათხოვილ კაცს მიეცი ჯილდო, რომელი ჯილდოც რაში ეკუთვნოდა ვერავინ ვერ გაიგო და მით უმეტეს, როდესაც პედოფილიაში იყო შემჩნეული ის მაგათი ბალენსიაგა და ეს გათხოვილი კაცი. არა, გენაცვალე. ესე იგი, ვინმე რო ახსენებს, ახსნა როგორი ქონდა და იმდენად მიუხედავად აი ამ მომზადებული სისტემისა, რომელიც საერთოდ ქოცების მაქსიმალურ კომფორტს ემსახურებოდა ამ დებატებში, აქაც კი იმდენად მე გეტყვით რა, აი პირდაპირ გეტყვით, მე კახი კალაძე აი გეუბნებით რა პირდაპირ, ალალად გული ჩემეცოდა, აი დედას გეფიცები პირდაპირ ვამბობ. დედას გეფიცები ალალად შემეცოდა გულით. და რატო შემეცოდა იცი? განა რომ მაგათ ქოცების მიმართ სიბრალური გამიჩნდა და მებრალება და ესე შემდეგ. არა, მაგიტო არა. როგორც ადამიანი პირ დაღებული აღმოჩნდა, მედალი გააჩნია. ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი, საბრძოლო დამსახურების ორდენი, კიდეც რომ მოგცენ, ბიჭო, ხო უნდა ვიცი, ვინც დაუსვა, იმან დაუსვა, მაგი თემო ბოკელავაძემ დაუსვა, მაგ კითხვა. მე სხვებზე მაქვს ლაპარაკი, სხვებზე კონსერვებზე და დანარჩენებზე. ორდენს გაძლევენ და ისიც არ იცი რა ორდენი გაგაჩნია. სხვათა შორის ეს ბოკელავაძემ გამოკითხა ბოლომდე ლილუაშვილის კითხვის მერე. და ხო, კაიო, მაშინო პირობას გაძლევთო, დაგიბრუნებთო მაგ ორდენსო თუ. ორდენი გაქვს? რატო გაქვს ორდენი არ იცი. რა გამახსენდა, იცი? ფილმი რო არის ერთი. ნერგები. ბაბუაშვილი რო არის ნერგების ხეჭეჭურის ნერგების წამოსაღებას და ძლივს რომ მონახავენ და ეს რა ქვია, გზაში რო ერთი ეტყვის რომ ხეჭეჭურის ნერგიო გამატანეო და ცხა სუქანი კაცი რო გამოართებს და რომ მიათრებს და ბავშვი რომ მივარდება და გამოგლიჯავს ხელიდან და არიცი შემიძლია მაგის ფასიო და არ უნდა გქონდეს.
ისე უნდა დააბრუნო ის ვახტანგ გორგასლის ორდენი, იმიტომ რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებისთვის არ იძლევიან მაგ ორდენებს. მოგცენ სპორტის, რა ვიცი, რაღაცა ორდენი რაც უნდათ ის ქონიათ, მაგრამ ბრძოლაში არ მიგიღია მონაწილეობა, ჯარშიც არ ახარო ნამსახურებიო, სწორად გითხრეს და საბრძოლო დავალებებისთვის, მით უმეტეს გმირობისთვის თავი არ აგაგდადებული და არ გეკუთვნის მაგ ორდენი და წაიღე შინხილი და ჩააბარე. ყველაზე სწორ საქციელს გააკეთებ, მაგას არ გეკუთვნის მაგი და იმიტომ შეურაცხყოფა ის, რომ შენ ჯერ ვინც მოგცა ის არის თავარი დამნაშავე და მეორე დამნაშავე შენ რო ამდენი ხანია გაგწადე ჩააბარე ის ორდენი უკან. სიტყვა ხო თქვი? თუ მაგ იმნაირი სიტყვა წინასაარჩევნო რო პირდები ხალხს, წაიდე ჩააბარე. სირცხვილია მაგ მედალი რო გაქვს. მოგცეს, რატომ მიიღე? მოგცეს და რას ჩივიხარ, აგდია ჟანგიანი მედალი იქ. არ დაუსვია მახარაძეს, ახლა მე უყურებდი ჯიგარო და აგერაა თუ გინდა შებრძანდით. ეგ კითხვა დაუსვა თემო ბოკელავაძემ. თემო ბოკელავაძემ დაუსვა ეს კითხვა და ამაზე შემდეგ დისკუსიაში შევიდა, სადაც არაცალეს. თემო ბოკელავაძემ ნომერი პირველმა დაუსვა ეგ კითხვა, რომელიც პირველი იდგა რიგში და კითხა თუ რატომ მიეცა რა ის ბიოგრაფიაში ჰომოსექსუალის წეგას. თუ რა მახარაძემ დაუსვა იქ ანიტას თუ იმასო რატო ურიცხავდაო თქვენი ხელისუფლებაო ფულსო და გამოდისო ნაცებსო თქვენ აფინანსებდითო თქვენი ბიუჯეტიდან. ეს კითხვა იყო დასმული, რომელიც მე არ ვიციო აზია რა ვარო აგენტებსო, აგენტების ამბავიო, ჩემი სალაპარაკო არა. ხო, ახლა რა შეეხება ის მწვანეების ამბავი როა რა. ბიჭო, საერთოდ ახლა ოპოზიცია ვერ იქნება ადამიანი თუ არა, ის მწვანეები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ნაგავი პარტია იყო, არის და იქნება საქართველოში მარტო კი არა, სოფლიო მასშტაბით პარტია მწვანეები. ეს არის ყველაზე ჩათლახი პარტია. ეს არის სოფლიოს კიბო. თავის დროზე ძალიან ჭკვიანურად ვინც იქნეს ამ გლობალისტებმა შექმნეს ეს პარტია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით როგორც კიბო ისე გავრცელდა, იმიტომ რომ არ არსებობს ხელისუფლება და არ არსებობს მთავრობა, რომ გარემოს დაცვაზე და ბუნებრივ, რა ვიცი, სისუფთავეზე და რამეზე ფორმალურად მაინც არ ზრუნავდნენ. საბჭოთა კავშირში კომუნისტების დროსაც შემოაღწია მაგ პარტიამ. მაგ პარტიის დამსახურება იყო სხვათა შორის დასავლეთის მაგ პარტიის დამსახურება იყო გორბაჩოვის დავერბოვკება მოხდა ზუსტად მწვანეთა პარტიის მიერ. ხო და მის მერე როგორც მოხდა და განვითარდა ეს, დღეს გერმანიაში ეს შოლცები, ეს ბერბოკები, ეს მთელი ეს აბოზეთი ვინცაა, ესენი აბსოლუტურად ყველა მწვანეები არიან. ანუ იგივე გლობალისტი პიდარასტები რა, რო იცოდი. ხო და საქართველოში ეს მწვანეები 80-იანი წლების ბოლოს უკვე მყარად გამოჩნდნენ. 80-იანი წლების ბოლოსკენ ზურაბ ჟვანია, ეს გაჩეჩილაძე და სხვა ნაბოზრები კიდე, აი ამ დიდი გლობალისტური კიბოს წევრები იყვნენ, მწვანეების წევრები იყვნენ, რომლებიც ვითომ ენგურ ჰესის წინააღმდეგ მოძრაობებს ახორციელებდნენ და როდესაც საქმე მიდგა 91-92 წლის გადატრიალების ამბებზე, ზუსტად აი ამ მწვანეთა პარტიის მეშვეობით დასავლეთის აგენტურამ საქართველოში გადატრიალებას დაუჭირა მხარი. ჟვანია იყო ერთ-ერთი პირწავარდნელი პუჩისტი. ძაღლი მიაკვდა სულში იმასაც და მის მომტირალსაც. მე ვარ ქართველი და მაშასა და მე ვარ ევროპელი, ჯერ არც ქართველი და მით უმეტეს ევროპელი ვერ იქნებოდა ვერც საქართველოსდან და ვერც იმ ერიდან, საიდანაც იყო წარმოშობილი, იმიტომ რომ არ არიან ეს ხალხი ევროპის კონტინენტის წარმომადგენლები. ხო. და მაგრამ ახლა მაგენი თქვენ გაიხალხო, ახლა ჩათლახები კი არიან, მაგრამ ეს ჩათლახები გამოცდილებიც არიან. ბიჭო, აი ამ ჩათლახმა, აი ამ ნაძირალა. ხო, მე რა მოусვე ჯიგარო ასე იყო, ახლა ჟვანიას ეგერ თუ გინდა ინტერნეტში არის ჩაწერე, შევარდნაძე რო ამბობს ჟვანიაზე, ცისფერია, ყველა რო უძახის და
ახლა ცისფერი და ის არ ვიცი ახლა მე ჟვანია ვიცი რომ მწვანეა და მწვანეებში იყო ახლა ის რა ვარ ჩათლახი იყო მაგრამ ასე იყო ხო და ეს კი არის ჩათლახი ის მწვანე მაგრამ იმან ძალიან კარგად იცის და ის გამოცდილი პოლიტიკოსია ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია ვინც იქ იდგა ყველაზე გამოცდილი და იმან ნახე რა დღეში ჩააგდო ერთი კითხვით იმიტომ კარგად იცოდა ვისთან ქონდა საქმე აი მაგიტო შემეცოდა ეს კალაძე პოლიტიკოსია კალაძე და ვინ არის პოლიტიკოსი ვინ არის პოლიტიკოსი კალაძე კი არა თუ ზმახარ საერთოდ სიტყვა პოლიტიკოსი რა ვიცი ალბათ საქართველოს ისტორიაში პოლიტიკოსი თუ ეწოდებოდა სტალინს და გიორგი ბრწყინვალეს და დავით აღმაშენებელს და აი კალაძის პოლიტიკოს არის აგეიშვა უკანაკარიდან მაგრამ აი საშუალო დაბალი დონის პოლიტიკანზე რო ვილაპარაკოთ ხო დაბალი დონის პოლიტიკანზე რო ისიც არ არის და იმ მწვანემ კარგად უთხრა რომ მიდიო მაშინო ტყილში რო დაიჭირა და მიდიო ჰეო ახლა ვაბო თქვიო საიდან ფინანსდებოდი როგორ ფინანსდებოდი კაც ბიჭო ქალაქის მერს რო კითხო ოფიციალურად 13 წელიწადი ქოცებიდანაა პოლიტიკაში მანამდე სააკაშვილთან ერთადაა პოლიტიკაში ის კაც ბიჭო იმდენი აზროვნება არ ეყო რომ პირდაპირ ეთქო რომ თქვენ წარმოადგენთ ინტერნაციონალურ ბლოკს პარტიების ბლოკს რომელსაც ბუნაგი და ის გაქვთ ერთი მაგრამ ეს ერთი განათლების მხარე იყო რომ არ იცოდა და ვერ ეთყოდა მეორე და მთავარი მეორე და მთავარი იყო ის რომ ეს რო ეთქვა კიდეც რომ მოსვლოდა თავში და კიდეც რო ეთქვა ის მწვანე მაგათთან იყო ქოცებთან იყო იმდენი ხანი კოალიცია ქართულ ოცნებაში და უკაცრავად და ერთად აქვს ნაჭამი თავის დროზე ნეხვი ხო და იქიდან კიდე სხვა ბევრ რამეს ამოუყრიდა უციგნურია ჩემო როდის უნდა მოესწრო ეხლა სპორტსმენი რო უციგნური იყოს ხო ეგ გასაკვირი არაა შენ შემოგევლე იმიტომ რომ როდესაც ხდება განვითარების ასაკი ახალგაზრდულ ასაკში ძირითადად ადამიანმა ან უნდა ისწავლოს ან უნდა ივარჯიშოს ერთადერთი სპორტსმენის და ნაკითხიც ეს იყო დავით ყიფიანი რომელსაც უბრალოდ ოჯახში და გარემო ჰქონდა ისეთი რომ საერთოდ რო წიგნი არ გადაიშალა მოსმენით იქნებოდა მარტო განათლებული თუ არა დარჩენი ახლა ღრმად განათლებული სპორტსმენი სადგინახია და მე მით უმეტეს ეს გაუნათლებელი სპორტსმენი და კიდე პოლიტიკოსი რო გახდება ნუ ეს უკვე ტრაგედიაა და უბედურება მაგრამ მე თქვენ ძრომობა კარგად იცის იქ ჯერ შევარდნაძიდან მოყოლებული მე სააკაშვილიდან გაგზელებული ახლა აგერ ივანესან შემორჩენილი ჯერ კიდე ყველა წევი და კალაძე დარჩა ასე რომ აი საქართველოში მაგას ვქია პოლიტიკა იმას კი არ ქვია რასაც ჭუის გონების და შენი ქვეყნისთვის რეალურად ვირთხობა, გაძრომა, გამოზრომა ეს თუ შეგიძლია, გუშინ თუ მიდი და დააჯილდოვე გათხოვილი კაცი და დღეს თუ გარბიხარ ეკლესიაში დიდი კელავტრით და თუ არ ილოცები, ხო? და თუ ილოცები ეს თუ შეგიძლია და ეს, აი პოლიტიკოსი ხარ და აი მაგარი ხარ. უთავმოყარე უპრინციპო კი არა ხარ. უსინდისო კი არა ხარ. საქართველოს ამას პოლიტიკოსი და ქვია პოლიტიკოსი რომ ის ამომრჩეველი ნაყიდი ყავს უყველა იმასაც და მეძე არ ჭირდება იმას ტრაგის განძრევა. ხო და აი ასეთ როგორ გითხრათ, იცით? სტერილურ გარემოშიც კი ესე რომ ვთქვათ, იმდენად საწყლად გამოიყურებოდა იმდენად საცოდავად გამოიყურებოდა ეს ადამიანი მე შემრცვა და შემეცვა დედას გეფცი მე შემეცოდა ხო და ერთ რჩევას მივცემდი კალაძეს რა წადიძე დანევა პოლიტიკას თავი ფული გაქვს ოხრად ჩეჩქივით იყიდე რომელიღაცა კლუბი ჩაუდექი სათავეში მაგი მაინც გესმის შეძელი ჩამოაყალიბე დააფინანსე გააგრძელე შენი სპორტული კარიერა ან წვრთნელის ან ფლობელის დარგში და უზარმაზარი ფული იშოვება ფეხბურთში და
მინიმუმ იმდენ ისეთი გუნდი მაინც შექმენი, რომელიღაცა ეგერე ჩემპიონთა ლიგაზე თუ არ ითამაშებს, ევროლიგაზე მაინც ცოტა ხანი აყურებიო ხალხს და ორი გაბიგი იშოვე. არა, შენი საქმე მაგი. არა, მაგი შენი საქმე, მაგრამ ვერ იზამს მაგას. აი ნაღდია მაგი უნდა ქნასო. ვერ იზამს, ჩემო გვადიბიგვა მაგას და რატო ვერ იზამს, იცი? 2010 წელს იყო მე მგონი, როდესაც მაგი მსოფლიო ნაკრებში თამაშობდა და სამტრედიის გუნდი დასაჯეს ნაცებმა და უფულობის გამო ემაშვებოდა, რა ქვია, იშლებოდა. და თვითონ ადგილობრივი ხალხი კრიბავდა ფულს, საჭმელს, რაღაცას და მიგონდა ფეხბურთელები. ხო და როგორც მე ვიცი, თხოვეს რომ აი ბიჭო სოფლიო დონის ვარსკვლავი ხარ. მე რო ვიძახო და ქართველი რო ხარო ხო გეამაყებოდაო რომ მე ის გავხდიო. ხო, კი, ყველას ეამაყება. რომ გახდება მისიერის წარმომადგენელი რაღაცა, მაგრამ ბიჭო ხორვატებმა ეგე რო გაიმარჯვეს. რა გააკეთეს თავისი სოფლებისთვის, თავისი ქალაქებისთვის, მომავალი ფეხბურთისთვის. არც ფულები აიღეს, არც მედლები, არც არაფერი, ყველაფერი ბავშვთა ფეხბურთს იქ ზოგმა თავის უბანს გადაუხადა, ეს რა ქვია, ვალები გადაუხადა, ზოგმა მშობლიურ კლუბს რა გაუკეთა. ხო და სამტრედიიდან შეუთვალეს, მაშინ დაგვეხმარო, იქნება რა უფულობის გამო კოტრდებითო, რა გვაკოტრებენ ნაცებიო და მივიდა იქ მამამისი ვისულა და იო გადაარქვითო სტადიონსო სახელიო და ისი სახელობისაა სამტრედიის სტადიონი. კომენტატორი ეროს მენჯგალაძის სახელიო გადაარქვითო, კახკალაძის სახელიო დაარქვითო და დაგაფინანსებთო თუ არა, ისი არაო და ახლა კაცი რო თავისი ჩემპიონობის ზენიტის დროს თავის კლუბს 20,000 არაჩუქებს რომ მის ქალაქში ბურთი გორავდეს და ვერ გააკეთებს თუ არ გააკეთებს ამას, იმისგან დიდ პოლიტიკოსობას არ უნდა ელოდე. რა თქმა უნდა, ყაველაშვილი. ყაველაშვილი ჩემოს მაგას ყაველაშვილი არა, ეგა ყაველოღლი. ეგ არის ჩემოს ძმა ყაველოღლი. რომელი ყაველაშვილი? კაცი რომელიც მივადა ინტირებს იმის საფლავზე. ატათურქის საფლავზე. მე იმ კაცს არაფერი არ ჯერა. არ წამს და არ დევიჯერებ და თურქულ ჯარს რომ თურქულად მიმართავს დიდგორობა დღეს. ხო და აი სხვათა შორის კიდე ერთ რაღაცას არ მიაქცია ხალხმა ყურადღება. რთული იყო კიდე ერთ მხრივ ქოცებისთვის ეს ყველაფერი. და რატო? დებატებში არ იყო ნაციონალური მოძრაობა. არ იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც წამოაძახებდნენ სისხლიანი 9 წელი შენ დროს ამას ეს ხდებოდა და ის ხდებოდა. არ ყავდა ესეთი არავინ იქ. თუ ყავდა, ან მისი ყოფილი თანამებრძოლები ყავდა, ან და მისი სატელიტი პარტიების წარმომადგენელი და 1-2 იყო ისე, რა ქვია, ხა თემო ბოკელავაძე, ესეთ ადამიანებს, რომლებიც შიშველი ხელებით, გინდა გიორგი ლილუაშვილი შიშველი ხელებით სიმართლეს ლაპარაკობენ, საქართველოში ეუბნებიან ძაღლიყებს ქარავანი მიდისო და მიდის ქარავანი. კი, მიდის ქარავანი. ასე უყურებენ ამ ყველაფერს და აი მე ერთი რაღაცა მინდა გითხრათ რა. მე არ ვცნობ არ მარჩევნებს, თვითონაც თქვეს იქ გირჩმას თქვა, სხვებმაც თქვა, რომ ეს არ არის ლეგიტიმური არჩევნები დღეს რო იწახიან ლეგიტიმური საქართველოში მთავრობა არა 92 წლიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე. არც ერთი მთავრობა არ არის ლეგიტიმური. ყველა არის დე ფაქტო. ყველა არის დე ფაქტო. ამას არ ჭირდება ბევრი ლაპარაკი, მაგრამ დე ფაქტო არჩევნებშიც კი, ჩემო კარგებო, რაღაცა ფორმა უნდა იყოს. დამიჯერეთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალში მეტი პოლიტიკური კულტურა არსებობს და მეტი პოლიტიკური დამოკიდებულებაა ერთმანეთის განსაკუთრებით აფხაზეთში, ვიდრე დანარჩენ საქართველოში.
საქართველოს ტერიტორიას და არჩევნები სხვათა შორის იქ მეტი სამართლიანად ტარდება ვიდრე აქ. და იქაურ კანდიდატებს, იმ სეპარატისტ კანდიდატებს, იმ დე-ფაქტოებს უფრო აქვთ დამოკიდებულება საკუთარი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, როგორც სამშობლოს მიმართ, ვიდრე აი აქეთ ხალხს. თქვენ ვერ ნახავთ რომელიმეს ეგრეთ წოდებულ ოკუპირებულ აფხაზეთის მთავრობაში, რომელსაც აქ მიღებული აი ესეთი ლეონ მეორის ორდენი არის სვეტში არწიმბამ დაადგინა, მიღებული ლეონ მეორის ორდენი აქვს მიღებული და ჯარში არ აქვს ნამსახურები და ომში არ აქვს მონაწილეობა მიღებული. და რაღაც ფეხბურთს აგორებდა. არავის არ აპატიებენ, იქ არ შეარჩენიათ მაგას, არ გააჩერებენ. მე გეუბნებით ამას, რეალობა რაც არის რა. ხო. არ ვაღიარებ მე არც ამ არჩევნებს, არც სხვა არჩევნებს. თუ მოგიწოდებთ ყველას რომ არ წახვიდეთ. ყველაზე კარგს რასაც გააკეთებთ, არ წახვიდეთ უბრალოდ არჩევნებზე. მაგრამ ხო არის კატეგორია, რომელსაც შევარდნაძის დროიდან რო ჩაუდეს თავში, რომ აი არჩევნებზე უნდა წახვიდე, არჩევნებზე უნდა იარო ჯერ ყველა მტერი რომ მოგიწოდებს, მოდი არჩევნებზეო, ყველა შენი მტერი რო გეუბნება, მოდის, იქ არ უნდა მიხვიდე, მინიმუმ ამის ტვინი უნდა გქონდეს, მაგრამ აი დაუშვათ. ჯანდაბას დაუშვათ და წადით. და ვის უნდა მიცეთ ხმა? ვის უნდა მიცეთ ხმა? აი იმ კაცს უნდა მიცეთ ხმა, რომელმა კაცმაც ელემენტარულად ღმერთი ახსენა, სინდისი ახსენა, ზნეობა ახსენა, ღირსება ახსენა. რო კითხომ მთელ საქართველოს რო ყელში აქვს ამოსული ეს დემნა გვასალიები და ეს ღირსება და ეს ახსენა. ის იყო იქ ძირითადად სამი ადამიანი გამოირჩეოდა. უკავა, ლილუაშვილი და ბოკელავაძე. ახლა ბოკელავაძე არის გაუსრველი, არანაირ პარტიებში, არანაირ იმგენში დამყოფი ადამიანი, პირველად ღებულობს მონაწილეობას ამ ყველაფერში, ალბათ გამოცდილებისთვის. რომ დავად დარწმუნდეს ამ ყველაფერში, თუ არა მგონია, თვითონ მქონდეს თან გიააბესაძეც ვინ ახსენა, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ძეგლი ვინც ახსენა და ასე შემდეგ. ერთადერთი ადამიანი. თუ მაინც და მაინც გინდათ მიწეთ ხმა, მიეცეთ, იმიტომ რომ განა იმიტომ რომ ეს რამეს შეცვლის. არაფერს არ შეცვლის ეს. დაწერილი არჩევნების შედეგები აუცილებლად ისე იქნება, როგორც გორბის კვლევამ დაწერა და გადახედეთ. შეიძლება იყოს პლუს-მინუს 1-2%-ით სტომილება. ეს დაწერილია უკვე სტალინის საათნათქვამი, თავარი ისა არჩევნებში ხმას ვინ აძლევს კი არა, თავარი არჩევნებში ხმას ვინ ითვლისო. და ვინც ითვლის ეგერაა ძალიან კარგად, ბიზნეს ჯიბეში ჩადის ყველაფერი. ამიტომ ილუზიებით არ უნდა იცხოვრო ადამიანმა, რეალისტი უნდა იყოს. უბრალოდ თქვენ რო იყოთ საკუთარ თავთან და ღმერთთან მართალი თქვენი სამშობლოს მიმართ, პატრიოტი ბიჭი არის ის. არ ვაკინებ მე ასევე არც უკავას და არც ლილუაშვილს. უბრალოდ ახალგაზრდა ბიჭია და სტიმული ჭირდება და გვერდში დგომა ჭირდება და მეტის და მეტის სურვილი რო გაუჩნდეს, ამიტომ ამბობ იმას, თუ არ სისულელი აქ მონაწილეობა არის იდიოტიზმი, მეტი არაფერი ფორმალობის გარდა და იმის გარდა, რა ქვია, გამოცდილების მიღების გარდა. თუ ვინმეს გინდათ, ქრისტიანულად ეგ იქნება. ახლა რა შეეხება სპორტსმენები შემოძმოვა არც ერთი ქვეყნის პარლამენტებში და არცაც სპორტსმენები არ არის. სპორტსმენები მსახიობები არიან. საერთოდ. იგივე რეიგანის მსახიობი იყო და უამრავი შემთხვევა, როდესაც მსახიობები პოლიტიკაში წავიდნენ, ხო? შვარცენეგერიც წავიდა, ეგერ გუბერნატორი იყო, ის იყო ის. ზელენსკი აგერ კლოუნი კაცო, დამავიწყდა თანამედროვეების უდიდესი პოლიტიკოსი. მაგრამ სპორტსმენები არ არიან, იმიტომ ყველა მიცის, რომ სპორტსმენს ყოველთვის ინტელექტი აქვს ნაკლები. იმის საქმე არაა პოლიტიკა. არ ვიცი, შემოძმავა, ახლა ბაკურსვანიძეს რამ შეაყვარა, ბაკურსვანიძეს კითხეთ. ბაკურსვანიძეს მე ერთი მაინტერესებს, ზვიად გამსახურდია რამ შეაზეზღა და შეაძულა, თუ არა ახლა. ბაკურსვანიძეს ქოცები რამ შეაყვარა, ნამდვილად არ მიყვირს, რომ ბაკურსვანიძეს ახლა ქოცები უყვარდეს. მე
ის მიკვირს ბაკურ სვანიძეს ზვიადი და მერაბი რატო ეს იზღება ასე ძალიან. რა ვიცი, მე ნორმალურ ადამიანად ვყურებდი მაგას და რა ვიცი, ზედმეტი არაფერი დამოკიდებულება არ მქონდა, მაგრამ ერიც ისეთ გამოხტომები დაიწყო ბოლო დროს. ვერ გავიგებ მე მაგას თავს და ბოლოს. ისე არ იყო ცუდი ბიჭი, ნაკითხი ბიჭიც იყო და უსამართლობებზეც ამოუღია ხმა და რაღაცების გაუკეთებია, მაგრამ არ ვიცი, ვერ გეტყვი. არავის ცხოვრების ბიოგრაფი მე არა ვარ და აზზე არა ვარ ბაკურა რას ჩალიჩობს და რატო ჩალიჩობს და რისთვის ჩალიჩობს და შეუყვარდა ზმაო, კაც რო ზვიად გამსახურდია გეძულება და ივანიშვილი და ქოცები გეყვარება, იქ მეგონი გასაგრძელებელი სალაპარაკო არაფერი არა. ახლა რა შეეხება იმ ამბავს, რომ აი არჩევნები იქნება და რა აზრის უნდა ვიყო, გიგა, ახლა პიროვნებებზე მეკითხებით ცალ-ცალკე, რა აზრის უნდა ვიყო ადამიანის მიმართ, რომელიც გამოდის და პირდაპირ ამბობს, რომ ის არის დაკომპრომატებული კადრებით და ამით და იმით და ოჯახი დაინგრა, პირდაპირ ეთერში ლაპარაკობს და რა ჩემი საქმე სხვისი პირადი ცხოვრება და ასე შემდეგ და მე ოჯახურ ღირებულებებზე გელაპარაკება და სიწმინდეზე გელაპარაკება და რაღაცაზე გელაპარაკება, ხო? ჭვიანი ანალიტიკური აზროვნების ადამიანი იყო, დაუჭირეს რაღაცა სისუსტე, დააკომპრომატეს და არის დაკომპრომატებული და არის სისტემის მართვადი ახლა ეგეც და სხვაებიც. არ ვიცი შემოძმა ოქტომბრის ბოლოს რა აცრებს იწყებენ, მე აზრი არა ვარ არაფრის. ვერაფერს ვერ გეტყვით, არ ვარ კომპეტენტური მაგ საქმეში. უფლის წყალობით. ახლა ვინც არჩევნებზე ძმა, ახლა რაფერა იცი ზაურ. ახლა როგორა იცი? მოვა ცხვარი და 20-იანი, ან გოჭი და 20-იანი ამ არჩევნების დღეს. თუ ვინმე დარჩა სოფელში და უძახებენ მოითაგერო კაცო და ჯექით მაინც არაფერი არ შეიცვლება კაცო, მიშვეული ჭირი ჯობიაო, მაინც ისევე ყველასო ბიზნესა ჯობიაო, ისევე ყველას კოცები ჯობიაო, მშვიდობა მაინც ავა და აგერო გოჭი და 20-იანიო, ან ცხვარი და 20-იანი, დასავლეთში გოჭი და 20-იანი იქნება, აღმოსავლეთში ცხვარი და 20-იანი იქნება და დაждებიან, კაი შეჭამენ, კაი შეშოვენ, ერთ გაძღომაში მივლენ, მოხაზავენ 41 და იგი იქნება და იგი და მე გამგებელი ეტყვის, რომ შენ აქანე მე რო შეკვირდები ამას გაკეთებიებ იმას, წავა ახლა ისე როგორც წასულა ეგ ყველაფერი, ხო? რა ქვეყანაა და საქართველოა. ეგ ყველაფერი მოსულა, ჯამლეტამ ჯონდო და ორსულა. რა გიგვირს ჩემო ძმაო, რა არ მომხდარა საქართველოში იმნაირი რა ხდება ხა რაც არ მომხდარა. ეს ხო ის ქვეყანაა ჩემო ძმაო, სადაც ყველა ეროვნულად მოაზროვნე ადამიანს მოკლავენ და მერე მთელი ერი არსებობის მანძილზე ტირის და ის რო გააცოცხლო. დღეს რო ზვიად გამსახურდია გააცოცხლო, ისევ სტყვიას ესროენ, მოკლავენ და მერე იტყვიან ალბათ ვაიმედე და რა კაცი მოგალითო კიდე თავში შემოერი. ილია ჭავჭავაძეს ხელახლა მოკლავენ. იმას რა ქვია, კოსტავას ხელახლა მოკლავენ. შარაძეს ხელახლა მოკლავენ და უამრავს გმირს და ისევ ბოზები დარჩებიან და თავში ეწავა ხელის ეს ქვეყანაა. ეს ის ქვეყანაა ძმაო, მე 1000 უბედურებები რომ მინახია, გაიგე, ადამიანის ტვინში რა შეიძლება მოიხარშოს, მაგრამ ეს ის ქვეყანაა, სადაც მამას შეუძლიათ შვილის საფლავი დაუნაღმონ. შვილის საფლავი. ვაზაგაშვილზე მაგ ლაპარაკი. გლოვიარე იცის რომ გლოვიარე მამა მივა შვილის საფლავს. მოეფერება და იქ ყვავილს დადებს, ან ყვავილს გაასწორებს და ამ დროს შვილის საფლავზე დააკლან მამა. მე ასეთი ძმაო ტერორიზმიც მინახია, იმათი დამპლური აზროვნებაც ვიცი რომ როგორ აკეთებენ, რას აკეთებენ. რა. ჩემი თვალით მინახია, მონაყოლით არა. იქაც არ უკადრებიათ ასეთი რაღაცა, რომ მიცვალებული დაენაღმათ. ამიტომ და მთელი 8 თვე უდაბნოში ვეყარეთ და პურს არაბებიდან ყიდულობდით. და არასდროს არაბებს პური არ მოუწამლიათ. თუნდაც იმ ტერორისტებს. იმიტომ
რომ პური იმათვის ჩვენ შეიძლება უძულები ვიყავით, მაგრამ პური იმათვის წმინდა იყო. არ იკადრებდნენ და საქართველოში უკადრებელს იკადრებენ, აი ეს ქვეყანაა საქართველო. ხო, ახლა რა შეეხება იმას, თუ რას უნდა ველოდეთ ხვალ. ჩემი დიდი აზროვნებით, დიდი ბრწყალებში რა თქმა უნდა. კი ბატონო, ელიავაც და რამდენი ესეთი თავდადებული გმირი ადამიანი ყავთ მიწაში ამოდებული, ღმერთმა იცის თუ არა, აბა საქართველოში გმირობა და სიკარგე და სამშობლოს სიყვარული არის დასჯადი, თუ არა, აბა ბოზების პარადია, რაც თავი მახსოვს და კაცშვილს არ მოთხოვია პასუხი იმის გამო, სააკაშვილმა 9 მილიონი დააბრუნოსო უკანო და გოდია გამოუშვებენ ციხი. და ბრალი არ აქვს აღენებული იმისთვის, რისთვისაც და აი ვაშკაცი ხალხი ქუჩაშია ჩახოცილი. ხო და რაც შეეხება იმას რა იქნება. ჩემი აზრით, აი დიდი ალბათობით არც არაფერი არ უნდა იყოს. იმიტომ რომ საპროტესტო მუხტი არა. ძალიან დიდი საპროტესტო მუხტიცა ქართველებში და საქართველოში ერთი ვაი უშველებელია, მაგრამ ის ძალა, რომელიც ძალაც, ანუ სულ ნაც და ქოც შორის მიდის ჭიდილი და ქუჩაში ეს ნაცებთან აპელირებული ხალხია. იმდონეზია აქვს ავტორიტეტი გათახსირებული ხალხში და იმდონეზია აქვს ყველაფერზე ხაზი გადასმული. ევროკავშირი და შეერთებული შტატები კი არა. უფალი იესო ქრისტე რო ჩამოვიდეს დედამიწაზე. ის ვერ მოაბრუნებს ქართველების გულს მაგათი. გარდა იმ წამხდარი ადამიანების. ამიტომ ძალა რომელიც არის ცუდ და უარესი, ხო რომელზე უარესია, იქ ცალკე საკითხავია კაცო, მაგრამ იმდენად მტკივნეულად და იმდენად სასტიკად ახსოვს ხალხს მათი მმართველობა. კაცი შვილი მაგათ გვერდში ნორმალური ხალხი დამდგომი არაა, თუნდაც ის მომავალი თაობა. მერე რა რო არის ტვინარეული და მერე რა რომ ამ გაშიფშილებულ ქვეყანაში უზარმაზარი თანხები ხარჯება და სასწაული უზრუნველყოფა აქვს, ხალხო სასწაული ტექნოლოგიური მხარდაჭერა აქვს და 1000 რაღაცა აქვს. აი ელემენტარულად აი შეხედეთ, მე მქონდა გამოქვეყნებული, არ ვიცი, ნახა ვინმე, არ ნახა. აი გაჩვენებთ ერთი თუ როგორ ემზადებიან, აი მაგალითად ეს არის ერთ-ერთი აქაური ნაცის შიდა დახურულ ჯგუფებში რაც ვრცელდება, ჩემი შიდა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია, თუმცა არც ის რთული არ იქნებოდა მსგავსი რაღაცების მიღება. ევროპაში და საერთოდ დასავლეთში ჩაბუდებული გველები, რომლებიც არიან საელჩოებში, საკონსულოებში ან ყოფილი თანამშრომლები, აქაური სათვისტომოები, აქაური საკვირაო სკოლები, აქაური თარჯიმნების უმრავლესობა ყველას არ ვეხები. აქაური, ასე რომ ვთქვათ, კულტურული ღონისძიების ხალხი აბსოლუტურად ყველა გადაგვარებული, დეგრადირებული 99%. სულ ყველა ნაგავია, სულ ყველა აგენტია, სულ ყველა არის ამ დამპალი ულტრალიბერალისტული ხალხმა, რომელმაც საბუთები აიღეს და აქვთ გავლენები აქვს და თუ ნაცი ხარ გეხმარებიან, თუ ნაცი არ ხარ არ გეხმარებიან. თან როცა უნდათ ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ, როცა უნდა არ თანამშრომლობენ, ოპოზიცია არის. და აქედან გამომდინარე, აი ეს ხალხი შეხედე, აი რას აკეთებენ, ლიტვაში აქვთ ანგარიში გახსნილი, თავისნაირი გადაგვარებულებიდან ოფშიაკებს აგროვებენ და მერე თავის ხალხს იქედან ლიტვიდან ბუნაგი იქ აქვთ მოწყობილი, არა მარტო ასეთი ახალგაზრდების ტრენინგები, ყველაფერი აქეთ-იქეთ, აქედან ხდება მერე ფულების გადარიცხვა იქ საქართველოში და შენახვა თავისი აქტივისტების. მიუხედავად ამ ყველაფრისა და ძალიან სერიოზული, ეს ახლა წესით და რიგით ამას ახლა სპეციალურად დაფარული ამის იდენტიფიცირებას არ ვახდენ. ძალიან კარგად იცის ყველამ ვისია ეს ანგარიში და ვინა ამის ხელმძღვანელი. აი ახლა ამას თავის ჯიჯილაგიანად საქართველოში ფეხი არ უნდა დაადგმევიო. უშიშროება თუ არსებობს ქვეყანაში. ამას, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივად
უცხო ქვეყნის აგენტი, რომელიც საქართველოს არეულობაში აკეთებს ინვესტიციას, აგროვებს ფულს, გადაგვარებული ისნაირი გადაგვარებულებიდან და ახდენს დაფინანსებას არეულობისას იქ საქართველოში. იცით ეს რამდენია? და წესით და რიგით ესეთი გადაგვარებულები დიდი ხნის უკან უნდა იყვნენ ამოშანთული ქართული სოციუმიდან, მაგრამ არა. რატო არა, იცით, ჩემო კარგებო? ერთი მარტივი მიზეზის გამო. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ხალხი და ქოცები ერთად იყვნენ შეთანხმებულები. აი, გუშინ წინ იყო გამოსული ახალი უშიშროების შეფი. ეს ჩამოყალიბებული სირიას. დინარაცი. ჩამოყალიბებული პიტალ. რომელმაც განაცხადა, რომ ჩვენო ამდენი პოლიციელი და ერთი მოღალატე არ აღმოგვაჩნდა უკაცო. ერთი მოღალატე არ ყავსო ძალოვან სტრუქტურებში. აი, ბიჭო, მართლა. აბა, მაშინ როგორ ამიხსნის ვინმე თუ ერთი მოღალატე არ აკყავთ შიდა სტრუქტურებში და ძალოვან სისტემებში? ვინ აწვდის ნოდარიკო მელაძეს ყოველი შაბათის იმისთვის, რა ქვია, შავნოდარას შაბათის რეპორტაჟისთვის იმ საიდუმლო მასალებს, რომელი საიდუმლო მასალებიც არის სუსში, პოლიციაში, დაკითხვის ოქმებს, მოწმეების ჩვენებებს, საიდან ხდება ამათი გამოჟონვა თუ მოღალატეები არ აკავთ შიგნით სისტემაში? როგორ ხდება? ეს ხო არა ერთეული შემთხვევა. ეს არის მასიური შემთხვევა. აი ახლა გუშინ თუ გუშინ წინ რო იქნა გედედეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირთა სია, საიდუმლო სია, გამოსაჯარებული საქვეყნოდ. ქვედანაყოფი, რომლის პირადი შემადგენლობა განსაკუთრებული ზესაიდუმლო გრიფით უნდა იყოს დაცული, იმიტომ ეს ხალხი მიდიან სპეცდავალებებზე, სპეცოპერაციებს ასრულებენ, ხდება დანაშაულებრივი სამყაროს წევრების აყვანა, ხდება ტერორისტების აყვანა, ხდება 1000 ბარიგების აყვანა და ასე შემდეგ, რომელთა სია უნდა იყოს ზესაიდუმლო გრიფით დაცული, როგორ ხდება ტივი პირველის იმაში, რა ქვია, ჟურნალისტურ გამოძიებებში. როგორ ხდება? რომ ხალხმა ინადიროს მე ამ ხალხზე, თუ არეულობა მოხდება. ვაიმე, ეს ყოფილა თურმე საარჩევნო სიებიდან გაჟონილი პირთა მონაცემები. რა მნიშვნელობა აქვს, რითი მოხდება გაჟონვა ინფორმაციის? საარჩევნო სიით იქნება მათი პირადი შემადგენლობის იდენტიფიცირება, მომხდარი თუ ეს ერთი სამსახურიდან ამოიღებს საკადრო მონაცემებს, ვინ რა ზომისა, რა ზომის ფეხი აქვს, რომელ წელსაა დაბადებული, მამის სახელი, დედის სახელი, ოჯახური მდგომარეობა, დემოგრაფიული, რა მნიშვნელობა აქვს ამას? არ გამეცით ვინმე პასუხი, უკაცრავად პატივი და მოსაქმებული ერთ და იგივე არაა? ჰა? ფუნადანაკელი ერთი და იგივე არაა? აი, არ მინდა ახლა სხვა უფრო ბინძური სიტყვები ვთქვა, მაგრამ ხო ასე. ეს ხალხი ახლა რამის შემკავებლები არიან, მაგრამ ელემენტარულად ესა რა ქვია, მეცინება, იმიტომ მეცინება, რომ აი რომ ახსენდება მათი ბლაგვის სახეები. ხო, აი და მე სახელმწიფო და უშიშროება და ან რო იტყვიან ესა რა ქვია, აიო ხალხიო, გაიგეთ, აი ხალხიო, რომ ხალხის არჩევანი არისო, ნატო, ევროკავშირიო, ხალხის არჩევანი არისო, ისო რა ქვიაო, ქართული ოცნება, მისი უდიდებულესობა ქართველიერიო და რო გამახსენდება სიმართლე გითხრა, იმაში რა ქვია, ეს ხალხი რა, ან ჩემ უბანში, ან სოფელში, ან სადმე რომელიც მოდებაში რო არა, საერთოდ რა ევროკავშირი, რა ორჯერ თხადაგიგო რო არა წაკითხული და ესეთი რომ ამბობენ ხალხის არჩეულები ვართო ჩვენო, აი ეს საცოდაობა რა. ხო და მოკლედ სხვა მხრივ წამევიდა საუბარი, მაგრამ აი აქედან გამომდინარე ამ ხალხში დასაყრდენი არ აქვს ამ ძალას და ამას
მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში ძალიან რადიკალური თვალთახედვა აქვს საქართველოში და ერთადერთი ამისთვის ჭირდებათ საქართველოს არეგულების გასაგრძელებლად რუსეთის წინააღმდეგ, ძალიან კარგად ხვდებიან აქაც და ძალიან კარგად იცის მათ დაზვერვის სამსახურებმა, რომ ხელისუფლებას რეალური კონკურენტი არ აყავს. იმიტომ არ აყავს, რომ უკაცრავად და იმდენი ნაგავი მიირთვეს თავის დროზე ამ ევროპული დემოკრატიის სახელით, პროდასავლური ლოზუნგებით, ნორმალურ ადამიანს გახსენება არ უნდა მათი იდეოლოგიის რა. გაიხარეთ ქალბატონო, გაიხარეთ, დიდი მადლობა. შვიდობა მოგცეთ ხმართ. დიახ, მე მაქვს წაკითხული თხადაგიგო. ამიტომ მე არა მაქვს, არა და კაი იქნებოდა ისე სიმართლე გითხრათ რა, აი სოფლიო პოლიტიკის ბანი რო გამოვიდოდა და რუსთაველზე ბანს მიცემდა ცეცხლი ოლიგარქიას და რომ იყვებოდა იქ სხვა დანარჩენი ის რა ქვია მომღერლები კიდე და რა ვიცი ეს მთელი ნაც თუ მთელი უკნიდან განათლებულების სასტავი რომ მოვიდოთ ალბათ დარწმუნებული ვარ ნანი ბრეგვაძეც მოვიდოთ დარწმუნებული ვარ ქეთი დოლიძე ისევე იყიდა ბიძინამ რა ქვია იმას ჯანდაბისა ტაბურეტკას ქალიშვილი ჯანდაბა დამავიწყდა სახელი თურქი მესხების დასახლებას და იმას რომ მოაწერა ხელი საქართველოში და ესენი დადგებიან იქეთკენ და ერთად იქნება. გაგიმარჯოს ამიტომ მშვიდობა მოგცეს ხმართ. თავამტკიცო რომ წაკითხული მაქვს თხადაგიგო? ბოლოში თხარ ქებზე წამეინცობს გიგოს და უმა მოატრიალებს. აიგია ფინალი მე დაგიმტკიცვა. ნუ მოკლედ ეს არის, რა ვიცი, თუ რამე კითხები გაქვთ? აქცენტ პასუხს, თხადაგიგოს მონღოლას უკაცრავად თამარ ვინ ლენაია ვერ მივხვდი. ნუ სერიოზული კითხვები თუ ვინმე საკაქვს კაცო ახლა თხადაგიგო რა ვიცი ჩემ დროს მეორე კლასში ისწავლებოდა და ახლა ხო ლანაია ღოღობერიძე ხო მართალი მადლობა ჩემო კარგებო მადლობა ლანაია ღოღობერიძე მართალი ბრძანდებით ნიკოლაევსკის დროინდელი ბოზი მართალი ბრძანდებით კოლჩაკის და კერენსკის და დენიკინის ნათრევი კახპა დიდი არაფერი არ იქნება, რა ვიცი, ცოტა გავერთობით, ალბათ, ცოტა მხიარულება იქნება და ნახავთ აბა. ლანეჩკა თვალის ლამპაჩკა. არა, ძმაო, ის ნიჭიერი ვართ ქართველები. ხო, ლანაია ღოღობერიძე, კი. უცებ ამახსენდა მამამის ტაბურეტკას უძახოდეთ ბოლშევიკების იგი იყო, რა ქვია, ჯალათი და დაბალი იყო სიმაღლეში და ტაბურეტკას იდგამდა და ზე წამოშკურდება და ისე ხრიტავდა ემას ხალხს და ის რო დაგიწყებს დემოკრატიაზე ლაპარაკს და ემაზე ადამიანის უფლებებზე და სიტყვის თავისუფლებაზე ერთხელ მახსენდება გრიშა ოდიადმა რო უთხრა ემას ხოშტარიას ბიჭო მინისტრობიდან გადაგაყენენ და ზარბაზნებს ეს როდიო პრეზიდენტს შეუნდა მელაპარაკო ახლა დემოკრატიაზეო ეს კატეგორია არა ქეთო არა ქეთო იყიდა ხელახლა ბიძინა ატეხა ეს წივილკივილი და ის გადაუგდო კიდე რაც ორი კაბი კიდე გაჩუნდა ეს ქეთო თავის დროზე სოფელში ჩემი კუკარაჩა წაგიკითხ გინახავს და კი მინახავს მაგის კუკარაჩა და თვითონ მახსენებს მურტალოს ძველი კახპარო იყო ეს საყვარელი იმას არ მახსოვს სახელი როგორ რა იმას მახსენებს ქეთოია დოლიძე ხო რა ვიცი ახლა დანარჩენი ახლა რაფერ გინდა ჩემი ძმა ახლა ფულებიც ეიღო და პატარაც არ მოგხვდეს ქვეყანა ფულია გამოგზავნილი და აგერ
ოფშიაკი გროვდება ნაცებში და მოდის იმაში უკუნა განათლებულებს უგზავნიან იქ და აბა რაფერ გინდა ახლა რაფერ გინდა ძმა ახლა დაფინანსება მიიღო და ევროპის ფულზე იჯდა და პატარა არ მოგხდეს მასე არ გამოვა ცოტა ხანი კებერთობით რა და კიდე ერთხელ გეუბნებით არ წახვიდეთ არჩევნებზე მაგრამ თუ მაინცსა და მაინც გინდათ არჩევნებზე წასვლა და აი ქართველს და საქართველოს და ვიღაცას აი მიცეთ ხო მე ხმა თემბო გელავაძეს ახალგაზრდა ბიჭია შეხედავ ბუთხუზა ბიჭია პატიოსანი წესიერი წარსულით მოდის ბევრი რაღაცა ურბენია უკეთებია იმ სინდისის პატიმრების აქცია იქნებოდა ამერიკის საელჩოსთან აქცია იქნებოდა რელიგიის სკოლაში შეტანა იქნებოდა ფეხდა იარა ყველაფერი საარსებო მინიმუმის გაზრდა იქნებოდა თუ ასე იქნებოდა წესიერი და სამართლიანი და გაუყიდავი ბიჭია და არავის გაყიდის იმისთვის რომ თავისი მომავალი იყიდოს და თქვენ თავთან იქნებით უბრალოდ თავისუფალი და ხო კარგი იყო თეიმურაზის შეტევები იმიტომ რომ სუფთა კაცი არის თეიმურაზი და თემუკა არა თეიმურაზი უფრო შეეფერა სუფთა კაცი არის და ვერავინ ვერაფერს ვერ წამოაძახებს ხო ლუკა ძალიან კარგად იყო იქ გუშინ დასმული მაგ კითხვა რატომ მიეციო ჰომოსექსუალობის მეტი არაფერი არა აქვს და გააცნო ხო თვითონ ბალენსიაგა პედოფილიაში ბრალდებულმა და ემა რა ქვია მეტრაკე ემა რა ქვია გააცნო ისა საქართველო აი ელემენტარული ახლა ხო აი რო დაუკვირდი ამას ახლა ადამიანი არსებობს დიდება და არსებობს უარყოფითი დიდება ახლა ბასე რუსებს აქვს კარგად ნახავენ დურნაია სლავა ხო ბიჭო ასე ჩიკატილო რო ყოფილიყო ქართველი უნდა გვიამაყარო ჩიკატილო ქართველი არისო თუ რა ვიცი ახლა გააცნო იმანაც სოფლიოს მე გული რაზე მწყდება იცი აი ჩემო კარგო შენ კონსერვატორი ხარ ხო მე მგონი ავიც რატო არ დაისვა ამ საკითხთან დაკავშირებით კონსერვატორებიდან კითხვა და მიწოლა რატო არ გაკეთდა რატო არავინ არ გააკეთა ამაზე აქცენტი მაგაზე ზვიადის მთავრობა კი ზვიადის მოღალატეებმა აღადგინეს ზვიადის მთავრობა სასწაული ხალხი აკომპლექტა რას უნდა ვფიქრობდეთ თუ ჩემი რა ზვიადის მთავრობა აღადგინეს მაგება მოკლეს ზვიად და მაგდაირება მოკლეს და მაგდაირება უყალატდნენ და დაამხედე როდული ხელისუფლება მქონდა მაგაზე ცალკე ვრცელი ვიდეო და შეგიძლია შევბრძანდეთ და ნახოთ მაგი ახლა აი მაყუთი აქვს აღებული მას საქმეში და ვინცობა ფიქრობენ არეგულობაო რომ მოხდებაო და გარდამავალი პერიოდიო დადგებაო ლეგიტიმური მთავრობის სახელით თუ აბსანძე და მისი მინისტრები დაუნიშნია გუშინზე და გამოცხადდებიან იმაში რა ქვია დიდი სამბით და უწყებენ იმას ქადაგებას რომ აი ბავშვებს არ დავახოციოთ ერთმანეთი და იყო მაგზა გავლილი აქვს აბსანძეს ერთხელ 2003-ში და გევლის კიდე ნუ ახლა ბაია ახლა ის სტალინი იყო და ის ამნაირ გაგსურებულ კაპიტალისტებს ხრიტავდა და ამნაირ მოღალატეებს და მეხუთე კოლონას და იმას ანადგურებდა და ახლა იმას სტალინზე როგორ იტყვიან რა ეს სტალინი უნდა ლანძღონ და აგინონ ისე სტალინის ნაშენებს სვამენ ჭამენ არა მუცელში იდებენ და მაინც არ გაძღა მაგათი კუჭი სუმადურობა ცალკე დაუბრუნდებათ და არა სტალინის რაფერი იტყვიან ერთი სხვათაშორის სურათი შემხვდა ამის წინებზე სოსელო იყო და ქვემოთ ჰქონდა წარწერა გაკეთებული ну что ребята понимаете сейчас кто такие враги народа ხალხო ახლა ხვდები თუ რას ნიშნავს ერის მტრები ხო დიდი მადლობა დიდი კი ძალიან სიმპათიური ვარ დაიცვალა ამაზე კაცის გაჩენა მოკლედ დაგემშვიდობებით ჩემო კარგებო და ნახოთ აბა ხვალისთვის გევერთობით ახლა ისე ტოტალიზატორი ნეტა
არ დებს კუშებს? ვინ რომელი პოლიტიკური პარტია რამდენ იმას მიიღებს? დავდობდი უეჭველის იმაზე, რა ქვია, ქოცებზე, რომ 65 რეგიონშიო უნდა მე ვიგოთო, 65 რეგიონშიო ჩრდილო კორეაში არის ახის კიმ ჩენ ინი ყველგან ჩვენ უნდა გევიმარჯვოთ. ცირკი და ბოშათა ბანაკი იკრიბება, ჩემოძმა, ხო იცი, რო არის ბოშათა ბანაკი ცას მიემართება, აი ის ხდება, ბანაკები გეიხსნება ახლა კარვები რუსთაველზე და წავა ისევეს გადადექი, იგი შენ წადი, იგი თვალთხარია, იგი ტრაქტხარია და გიორგი ალიბეკოვი მეკითხება, რომ ერთხელ მოყვა იქნება საიდან წარმოვიდა მეხუთე კოლონა. აი, შემოკარგო, მე არაერთხელ მაქვს ეგ ნათქვამი, მაგრამ რადგანაც ეს ძალიან გაინტერესებს, გეტყვი მეხუთე კოლონა რასაც ნიშნავს. მეხუთე კოლონა ტერმინი წამოვიდა ესპანეთის სამოქალაქო ომიდან, როდესაც ფრანკო, დიქტატორი ფრანკო, სანამ აიღებდა მადრიდს, ძალიან მცირე რაზმით, მცირე რაო, 4 კოლონით მიდიოდა მადრიდის ასაღებად და სამხედრო მრჩეველები ეუბნებოდნენ, რომ და ყველა ეუბნებოდა ფრანკო მადრიდი დიდი ქალაქია და 4 კოლონა მის ასაღებად არ გეყოფაო და ფრანკო პასუხობდა, რომ თავარი მეხუთე კოლონა მე მადრიდში მელოდებაო. ანუ ვინ ითვლებოდა მეხუთე კოლონაში? დივერსანტები, პროვოკატორები, პარტიზანები, გამყიდველები, რომლებიც როდესაც ფრანკო მივიდოდა მადრიდთან, მათ უნდა დაეწყოთ ის აწიოკება და შიგნით პანიკის და ქაოსის დათესვა და პროვოკაციების მოწყობა, რომ დემორალიზაცია გამოეწვიათ ქალაქის მცველების და მართლაც ასე მოხდა, რომ მივიდა მეხუთე კოლონის დახმარებით, უცებ დაეცა მადრიდი და სწრაფად მოახერხა, ძალიან ეფექტური როლი ითამაშა მეხუთე კოლონამ. ამიტომ მეხუთე კოლონა წარმოადგენს აგენტურულ ქსელს და მოღალატეების და პროვოკატორების ნავსიოსპასობნი ხალხი რო არიან საზოგადოებაში. აი ეს იგულისხმება. დავაკმაყოფილე თქვენი ცნობის მოყვარეობა? ჭიგარო. გიორგი. იგიდუნაშვილის 30 კაცი. ვიო, იგიდუნაშვილის განათლებამდე რა მიყვანს თუ ჩემი ძმა ხარ? მაქხელა განათლება სადა მაქვს მე? სადა გვაქვს ჩვენ ეროვნულად მოაზროვნე ხალხი იცავართ. სხვა შორის რა არის ჩემოზვიადი? ხო, შიდა მტრები, დაფარული შიდა მტერი, ძმა, შენიღბული შიდა მტერი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მოქმედებს მტრის სასარგებლოდ. ჩვეულებრივი გადაცმული მოღალატეები რა. გაიხარეთ, ძმა. ბიჭო, ისე რა არის ის ზვიად? ერთ რაღაცას გეტყვი რა. ჩემ პოლიტიკის ჩემთვის აი როგორ გითხრა ეტალონს და მაგალითს და ასე რა ვიცი, აბა მართლა უძლიერეს პიროვნებას ჩემი აზრით შარლ დე გოლს აქ ესეთი ძალიან ღრმა აზრობრივი გამონათქვამი. და ამბობს შემდეგ რაღაცას. დაუშვებელია სახელმწიფოს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. ანუ მთავრობაში დაბალი დონის ადამიანების მოსვლა. რადგან ისინი სახელმწიფოს თავის დონეზე დაიყვანენ. ჩვენ 35 წელიწადია შემოძმაო, ხო? ნუ ახლა შევარდნაძის მინისტრებს, კაცო, თავის საქმე იცოდნენ, ყოველ შემთხვევაში კორუმპირებულები იყვნენ თუ არა კორუმპირებული, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ მე გამოგრძელებული ახლა სააკაშვილის პერიოდი და ახლა რო აიღო, ვერაქობალია რო გეყოლებოდა იმათ რა ქვია, ეკონომიკის მინისტრად, ყეზერელი რო გეყოლებოდა, კაცმა რომელმაც ხარი არ იცოდა სოფლის მეურნეობის მინისტრმა და მამალი ძროხას იძახოდა, ხო? თინა ხიდაშელი რო გეყოლებოდა თავდაცვის მინისტრად, კახკალაძე რო გეყოლებოდა ფეხბურთელი ენერგეტიკის მინისტრად, ჯეჯელავა რო გეყოლებოდა განათლების მინისტრად, კაცი მინისტრობიდან რო წავიდა, მერე წევიდა განათლების მისაღებად, ხო? ნუ განსაკუთრებით განათლების სამინისტროს კადრების ლომაია მაგალითად, რომელმაც საკუთარი სახელი და გვარი ვერ დაწერა ქართულად. შაშკინი,
ხო იმნა ეს საზოგადოებას გამოსდიდა რომელიც სამშობლოს წუხარებაში კი არ იქნებოდა იგი დუნაშვილის და კირპიჩიშის როკვას რო უყურებენ აბა ახლა რა მოლოდინი ჰქონდა თქვენ უკეთეს მე არ მეკვის ჩემო ძმაო ვიღას ის ლექსი ხო იცი ჩივილი ხვლისა ვიღას ძალია ჩემთვისა ქვეყანა იქცა დუქნათა გადამაგდებენ გირაო დაგზირ ნაცვლების ხელითა 700 წელი გამიხდა არ გავპოხილ ვარ დუმითა არ ულესი ვარ ქართველსა და ღინებით ჩუმითა ისი ხმა აღარ მსვენია გასჭერ გამიშვიცინაო თუ სახელს არ მაპოვნიებ როგორ დავბრუნდე შინაო ახლა არა ინტერესებდათ იმიტომ რომ ხმალმა საბრძოლო სახელი დაკარგა და მარტო სამუზეუმო ექსპონატად იყო გადაქცეული ასია დადუმებული ქართული გონება, ქართული აზროვნება, ყველაფერი ეროვნული და ეგიდუნა, ჰაიდუნია, წავიდა. ხო, რაოდენობრივად ცოტა იყო, არ ვიცი ახლა ზუსტად რაოდენობრივად ვერ გეტყვი, მაგრამ ფრანკოს მეხუთე კოლონა დიდი არ იყო, ცოტა იყო, მაგრამ იყო ძალიან ეფექტური. 125 კაცი ყოფილა გერ გოგიწერს. მთელი მადრიდი კოშმარში ჩააგდო, პანიკა დათესა, ქაოსი დათესა და ჩააბარა ფრანკოს მადრიდი. ჯეჯოს ვაშლები და ზღაპრები, ჯიგარო კიდევ ზღაპრებს ვაშლებს არიგებდა და ზღაპრების ამოღება უნდოდა, რომ კომპლეო ისო, რა ქვიაო, საშიში არისო, მოძალადიაო, ისო მეცა ნაცარქექიაო ხო ეგიო ნაცარქექიაო გლახათაო არა და კაი ტიპიაო ნაცარქექიაო გლახათ რატოა წარმოჩენილიო რატოაო ქართულ ზღაპრებშიო ავიდედი ნაცვალიო იმასქნილიო იმიტომ რომ რა იქნებაო დედი ნაცვალი კაიც იყოსო მე ბოლოს ძინარებზე თუ ნახავ ქალებს დერია ბოლოს აგიო მავნე გავლენასო ახდენსო ქალებზეო სულ მერთხობდებიანო სულ პრინცელოდებიანო როდის მოვა ცხენზე ამხედრებული და აკონცებსო ესეცო მავნე გავლენის არის არა ჯეჯელავა ძალიან საინტერესო პერსონა იყო მე თუ მკითხავ ჩემო ძმაო ой შენ შემოგივლე ჩემო ძმაო რო ის დადგება დრო საარჩევნო სიაში მე დათქვი მაგ არასდროს არა ჩემი საქმე არის ჩვენნაირი ქართველების ერთობა ვინც იქნება იქ რომ იმას წნეხი ურტყათ თავში რომ ქართული საქმე აკეთონ. საარჩევნო სიაში, კეცრო ვიყო ერთი პარლამენტში, როდის მერე იყო, რომ ერთ მერცხალს იგი მოყავდა, რა ქვია. გაზაფხული თუ იყო ახლა სადმე და კაი ხელფასი გონდეს და ფეხზე გადავიდა მეხე გავძეხი და მეშველა და აშ მაინტერესებს ახლა ქვეყანაო და სათქმელიც იქნება იგივე თქვა, ასევე მაგდარი ცხოვრება რომ დომოდა მე ვიკლავდი თავს ამდენი ხანი ვიქნებოდი კაცო ჯეჯელავა ეროვნული ბოზის თინაია მახარაძის სწავლა დააფინანსა ხო ახლა იმისას დააფინანსებდა და იმას ჩვენი წინა პრეზიდენტი შეტიროდა ხო იცით მაგარი გოგოაო ჩვენი თინა მახარაძეო მეცო ასე წევედიო სასწავლებლად აზია დუქნების და ძუნკლების და ბოზების პულათაა გადაქცეული რა ქვია სახელმწიფო ბიუჯეტი ხო აბა მიშას რო ერჩიეთ იმიტომ ბოზებს იმას ყიდულობდა აიფონებს და იმიმგენსო გადახედეთ ერთი ამგენის ხარჯებს ამგენის სატაშფანდუროსიებს გადახედეთ ეზმილე გამოვიდა ამბობს ხალხი გეყოფათ პარლამენტში რომ შევიდა ყველა ას ბოდიალო შუმად ას ბიჟუტურო ფერ გამევიტანი აზრი და არ ვიცი მოკლედ დაწერე და კონკრეტულად რა გინ გაიხარე ბაია გაიხარე მშვიდობა მოგწევთ თქვენც ასევე ყველა გაუფრთხილეთ თავს კაცო სამშობლოს ჯანსაღი და ჯანმრთელი ვიჭირდებით და აზია ასე დასაკეთებელი საქმეები თუ არა აქამდე
აქამდე გამოცდილებისთვის. ლექსი დამიწერე, ძალიან დიდი პოეტური ნიჭი ჰქონია შენ, არ დაიკარგო შენ ლექსიანად არს. კაი, ჩემო კარგებო. ზღაბრები დამავიწყდა და მადლობა გასწრებისთვის. მე არა ძმა, ჯეჯოს. ჯეჯო ეს იყო რა ქვია, ეთყობა აიფონი უყვარდა და ნაკბეთში ვაშლებს ბავშვებს შიმშილით სულიწრებად სკოლაში და იქნება კვების პრობლემა მოეგვარებია სკოლაში და ვაშლები დაარიგეთ ომ პატრონო და გონია ერთი 20 ტონა ვაშლი დაარიგეთ, მაგრამ მე გაუქმდა ეს. მაგარი ჩამოსხმა იყო. და ჯეჯო და კიდე ვინ მახსოვს, იცი? ეს რა ქვია ძმა? იგი იყო რა ქვია. ეკონომიკის მინისტრი იყო ბღუჯა. ამნაირი. ბღუჯაო სვანეთში თურმე დაუნახია იგი რა ქვია ვიღაცა მოხუცებული ქალბატონი ბღუჯა მოიღო, ბღუჯა ტაში მაჟრიალებსო, რომ 100 ლარიანების ბღუჯა მოიღო. ამნაირი მინისტრები რო გეყოლება, ახლა რატო ელოდები, რომ ეგიდუნაზე მეტი უკეთესი სასტავი გეყოლება. თავარინა მაგენს რა და მაგენს ბახტრიონი ჭირდება ძმა. გეიხარეთ. აბა მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და ინერვიულოს ქოცებმა და ნაცებმა და მე მოგიწოდეთ თქვენ არც არჩევნებზე მიხვიდეთ და ახლა მიტინგზე ხო ზედმეტია ლაპარაკი. ვისაც აქვს ფული აღებული ბიძინადან და ვისაც აქვს ფული აღებული აგერ ამიდან რა ქვია შიგ უკნიდან ევროპიდან იმათმა ურყან თავი. ვეი შენ პატრონ შენ სას კარტები არა ის გავშალო რა ველოდები ის თქვი. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.